რა ვიცი, ძალიან გაგვახარა, მე მგონი თოვლი მეც მიხარია, მეც მიყვარს ძალიან მიყვარს თოვლი. ჩატში ჩაგიგდეთ ლინკი და თხოვთ გადახვიდეთ იმ ლინკზე, იმიტომ რომ ისევ პიადესკით უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი ჩართულობა იყოს მაქსიმალური. მოძებნეთ ხო ჩატში სადაც აქვთ ლინკი? კი. ანუ თემა მე როგორც თქვი არის ჩვენი ნარევები, ხო? ნარევების დაყოფის ხერხი. ჩვენ დღეს გაკვეთილზე ვართ. ნახოთ რამდენი ვართ. 12. ამიტომ ველოდები რომ 12 ადამიანი იყოს შემოსული ჩვენთანაც. ჯერ 5 არის შემოსული. ექვსი, ვის აქვს პრობლემა, შემოსვლის პრობლემა? ჩატში დევს ლინკი, სადაც უნდა შემოხვიდეთ. უკვე ალბათ ეს პროგრამა თქვენ პიადესკი ავტომატურად გიშობთ, ხო? იმიტომ რომ იყენებთ სხვადასხვა გაკვეთილებზე, აღარა საჭირო უკვე რეგისტრაცია, ხომ ასია? დიახ. 7, 5 ველოდები კიდევ, 1 წუთი, კიდევ 1 წუთი. თუ ვერმეს რამე პრობლემა აქვს შესვლასთან დაკავშირებით, მითხარით და ერთობლივად გადავწყვეტოთ ეს პრობლემა. 8 შემოსული. სულ 12 ვართ. კიდევ ჩატში არის ლინკი, ლინკზე რო აჭერ, რატო ვერ მას არ მიჩვევებ ჩატში ლინკს. როგორ არა, ნახეთ, ჩატში რომ შეხვალ, აი ჩაწერა დავიწყე, ჩაწერის ზემოთ არის ლინკი. კიდევ ერთხელ ჩავდებ. ხელახლა ჩავდებ, კიდე რომ ბოლო იყოს. ჩემი მოსალმების ზემოთ არის ლინკი. აი კიდევ ერთხელ ჩავდები ლინკი. ვნახოთ რამდენი არის შემოსული. 7, ისე 8. მაკლი ხართ, მე მინდა რომ ყველა იყოს შემოსული. გოგა, შენ შემოსული ხარ? აბა ვინ არ არის შემოსული? ვის უჭერს? კარგით. ესე იგი, ჩვენ ახლა საბოლოოდ ვართ 9 ადამიანი. ლინკზე დაჭერეთ, კიდევ შეგიძლია შემოხვიდეთ და შემოგვიერთეთ და ჩვენ დავიწყებთ ახლა უკვე მუშაობას. ანუ კიდევ ერთხელ გახსენებ, რომ გაკვეთილის თემა არის ნარევის დაყოფის ხერხები. ანუ ეს თემა არის თქვენთვის მე მგონი ნაცნობი და ამასაც ჩვენ ახლა გავიგებთ, რამდენად თქვენთვის ნაცნობია ეს თემა. იმიტომ რომ ბუნების გაკვეთილებში ამ თემაზე ძალიან ბევრჯერ გქონდა თქვენ შეხება. ერთადერთი ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის დამატება იქნება ის, რომ ჩვენ დავამატებთ რაღაცებს, ხო? მოდით მშვიდად იპოვეთ თქვენი ადგილი, ღმად შეისრულთქეთ გონების დასამშვიდებლად, სანამ დავიწყებთ და გაიხსენე რა იცი ამ თემის შესახებ. აბა შეგახსენებთ კიდემ, რომ
მე მინდა რომ ყველა ვინც დაეწყებთ წერას თავისი სახელით დაიწყოთ, იმიტომ რომ მე აღარ მაქვს ის ფუნქცია, რომელიც ავტომატურად მიწერს თქვენ სახელი და გვარს. თავში დამიწერეთ თქვენი სახელი. დიახ, სწორია ხო? აი, მარი მიწეს რომ ვიცით სხვადასხვა ხერხებს, მოწყობილობებს, დიახადას დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აი ამ ხერხებზე და მოწყობილობაზე. აი, სამი სახის ხსნარი ვიციო, აბა ძალიან ბრძნულ რაღაცას წერს და სახელიც რომ დამიწერო, რომელი ხარ, რომ მეც მოგმართო, ძალიან იქნება სასიამოვნო. დიახ, ნაჯერი, უჯერი, ზენაჯერი რო არსებობს, ძალიან კარგი როს თქვენი ცოდნა, ესე ქვია, მარიამმა დაგვიწერა. ანი. გაიხსენე, ხო, იხსენებ რომ დაყოფის ხერხები, შეიძლება გაიხსენოთ დაყოფის ხერხების რომელი გახსოვთ. მალი და წყლის განცალკავების ხერხები, ხო? შეიძლება გაიხსენო, აი რა არ დაგავესწრეთ კიდევ და კიდევ სახელის მიწერა, თავში რომ მე გქონდეს თქვენთან ურთიერთობა. შალვამ დაწერა რომ არსებობს ნაჯერი, უჯერი, ზენაჯერი. შალვა, იფიქრე იმაზე, რამდენად გამოგვადგება ჩვენ ეს ნაჯერი, უჯერი და ზენაჯერი იმისათვის რომ დავყოთ, ხო? ჩვენ თემა არის ნარევების დაყოფა, ანუ ნარევში შემავალი კომპონენტების გამოყოფა, გადაცალკავება. ვიცით, განსხვავებული ხსნარები. კი, განსხვავებული უჯერი, დაყოფის ხერხები, ნაჯერი, უჯერი, ანუ თქვენ მე მისმენთ და თქვენი აი, ვიღაცამ მარიმ გაიხსენა, რომ არსებობს გამოხდა დისტილაცია, ძალიან კაი გოგოხარ, იმიტომ რომ ამაზე ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრობთ. კარგით. ასე თუ ისე ჩვენ ახლა გავიღვივეთ რაღაცა ცოდნა, გავიხსენეთ და მოდით ანუ მოვიყვანოთ თითო მაგალითი ნარევის, ანუ ჩვენ სამწუხაროდ თქვენ არ დაწერეთ რომ არსებობს არაერთგვაროვანი და ერთგვაროვანი. მოდით გავიხსენოთ და დავწეროთ თქვენი აზრი, რომელი არის ერთგვაროვანი, რომელია არაერთგვაროვანი. ანუ მაგალითი მინდა, ერთგვაროვანი მაგალითად არის წყალი და სპირტი. არაერთგვაროვანი არის ეს და ეს. გაგახსენებთ თუ გინდათ რომ ერთგვაროვანი არის, როდესაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავ. ჩაწერეთ ეს ყველაფერი. არ გიჩვენებთ ჩასაწერს? არა, მას უფლებას არ გვაძლევს. აი, მოდით. მომწეთ ერთი წუთით. კაი, მოდით ახლა უცებ ავიღოთ. აი, ეს ავიღოთ ეს სლაიდი და მოდი აი აქ ჩაწერეთ, ხო? ჩაწერეთ აქ, ხო? ანუ იყოს პირველი იყოს ერთგვაროვანი და მეორე იყოს არაერთგვაროვანი. ანუ აირჩიეთ ესე იგი ფუნქცია t, ხო? t ფუნქცია t, ტექსტის წერა და პირდაპირ ტექსტ დაწერთ. ფანქრით არ წეროთ. კარგი და კიდევ ერთხელ სახელები დამიწერეთ, არ დაგავიწყდეთ. რაღაცამ უკვე დაწერა. კი, წიგარიშვილი სწორად თემო არის, რომ შაქარი და წყალი არის ერთგვაროვანი. სახელები დამიწერეთ უფრო მოკლე იქნება ვიდრე გვარები. ქვიშა და წყალი არა ერთგვაროვანი, კი ბატონო. ერთგვაროვანი შაქარი და წყალი, კი, სწორია.
შაქრიანი წყალი ლუკა სწორი არის ერთგვაროვანი, ქვიშიანი წყალი არა ერთგვაროვანი, კი ბატონო. კი ბატონო, თეორია სწორი ერთგვაროვანია ხსნარი, რომლის შედგენილობა ნაწილაკების დანახვა შეუძლებელია და კარგადაა გახსნილიო, მაგალითი გვინდა კონკრეტულად. შემადგენლად ჩანს და არა ერთგვაროვანი, კი ბატონო, ოღონდ აქ მჭირდება კონკრეტული მაგალითი. 14 ადამიანი გვაქვს, ანუ ქვიშა და წყალი, შაქრიანი წყალი, ქვიშიანი წყალი, ძირითადად ზეთი და წყალი არა ერთგვაროვანია, სწორია. ქვიშა წყალი. აბა კიდე ცოტა კიდე რაღაც ახალი მოიფიქრეთ. სპირტიანი წყალი მას. როგორი? სპირტიანი წყალი, კი ბატონო. ზეთი და წყალი. ჟანგბადიდან ახში რომ ჟანგიცხო შეიძლება. კი ბატონო, სწორია, ანუ აირადი ნივთიერებისიც წარმოქმნია ხსნარებს, კი ბატონო, ანუ ჰაერიც არის როგორი ერთგვაროვანი ხსნარი და სხვათა შორის ჟანგბადის მიღების ერთ-ერთი ძირითადი ხერხია არის, რომ იმას ჰაერიდან მიიღებენ, გამოყოფენ, აზოტსაც ასაღებულობენ საწარმოში, ანუ გამოყოფენ ჰაერიდან, ანუ ნარევიდან გამოყოფენ. კარგით, მოდით აბა არგუმენტება პასუხები, დანარჩენი დუმილის პოზიცია დაიკავეს, ნუ გეშინიათ, დაწერეთ, ყველაფერი მისაღებია, ყველაფერს გამიღეთ. კარგით, მოდით ვილაპარაკოთ ახლა ერთ-ერთ შეჭოგის არა, მე გაკვეთილიდან მას გავუმაგდო იქიდან. ლინკზე შემოდი, ანუ ჩატში არის ლინკი, ლინკზე შემოდი და შემოვიერთი ჩვენ პრეზენტაციას. ანუ დაცდომა ან სხვაგვარად ამას ქვია დეკანტაცია. ეს ხერხი გამოიყენება, როდესაც ჩვენ გვაქვს არაერთგვაროვანი ნარევი, როდესაც მაგალითად ხსნარში არის გახსნილი ნივთიერება, რომელიც არ იხსნება და დროთა განმავლობაში ის დაილექება, ხო? მერე ჩვენ შეგვიძლია ეს სითხე გადავასხათ და ის რაც დარჩება ფსკერზე და გამოიყოფა. ანუ ეს არის განსხვავებული სიმკვრივის წყალში უხსნადი ნივთიერებების გამოყოფის ხერხი, ხო? მძიმე დაილექება. თუ მაგალითად მისი სიმკვრივე უფრო ნაკლებია ვიდრე წყლის სიმკვრივე, ის მსუბუქი ამოტივტივდება. ასე უძველეს დროიდან იყენებდნენ ოქროს მომპოვებლები, ოქროს ქვიშის გამორეცხვის დროს. გინახავთ ფილმები, როდესაც ასე ოქროს ქვიშას რეცხავდნენ? კი, ხო? ანუ დაცდომა, ან სხვაგვარად ამას ქვია კიდე დეკანტაცია, გამოიყენება, როცა გვაქვს არაერთგვაროვანი ნარევი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ერთი ნივთიერება მეორეში არ იხსნება. და მოდით ახლა, ესე ქვია, დაცდომა, მეორე, ესე ქვია, მაგალითი დაცდომის, ანუ ისევე, ანუ განსხვავებული სიმკვრივის მყოფი ნივთიერების დაყოფის ხერხი არის გამყოფი ძაბრი, ხო? ესეც დაცდომის ერთ-ერთი ვარიანტია. თქვენ იცით მაგალითად, რომ წყალი და ზეთი რომ ერთმანეთში აურიოთ, დროთა განმავლობაში წყალი თავის რადგანაც უფრო მძიმეა ქვემოთ დაგროვდება, ზეთი კი წყლის ზედაპირზე. თუ ჩვენ აი ამ ნარევს მოვათავსეთ, აი სპეციალური ქიმიური ძაბრია, ამას ქვია გამყოფი ძაბრი, რომელსაც აქვს ონკანი. ონკანის არის გადაკეტილი, მერე როდესაც მოხდება სითხეების დაყოფა, მათ შორის გაჩნდება გაყოფის ზედაპირი, ონკანს ნელ-ნელა ასე ქვია უშვებენ და ჩამოვა პირველ რიგში რა, ვინ მეტყვის? წყალი თუ ზეთი? წყალი. წყალი, ხო.
წყალი ნელ-ნელა უშობთ წყალს და როცა უკვე ზეთის ზედაპირი მოუახლოვდება ონგანს გადაკეტავენ და ასე ხდება ორი ერთმანეთში უხსნადი სითხეების დაყოფა. ხეს ქვია გამყოფი ძაბრით გაყოფა, ან ხვალგორად კიდევ ისევე იგივე დაცდომა არის, ხო? იმიტომ რომ ამ სითხეებს აქვს განსხვავებული სიმკვრივე და ასევე აუცილებელი პირობა, რომ ორი სითხე ერთმანეთში უნდა იყოს უხსნადი. აი ახლა თქვენ უნდა მოიფიქროთ თქვენი გამოცდილებიდან, რომელი სითხეების გაყოფა შეიძლება აი ასეთი დაცდომით. აქვე შეგიძლიათ დამიწეროთ დაცდომის, ანუ დეკანტაცია, ანუ მყარი ნივთიერების გაყოფა სითხისგან კიდევ როგორ შეგიძლიათ მოიფიქროთ. აი ლიზი, მარილი და წყალი, როგორ ფიქრობ, მარილი წყალში იხსნება თუ არა, ლიზი? წყალი და სპილენძი კი ბატონო გეთანხმები, იმიტომ რომ სპილენძი წყალში არ იხსნება. აი მარილი და წყალი, მარილი გაიხსნება და ვერც დაცდომით და ვერც გამყოფი ძაბრით ვერ დავყოფთ. ლაშა, დაცდომა, სპილენძი და წყალი კი ბატონო გეთანხმები. ქვიშა წყალი, ანანო სწორია შენი მოსაზრება. კი, ყავის ნალექის მაგალითიც მომეწონა, ძალიან კარგი. წყალი, ქვიშა. ქვიშა და ნახშირი. კი ბატონო, ქვიშა და ნახშირი არ გაიხსნება წყალში. ლაშა, სწორი ხარ. ნახშირი როგორ ფიქრობ, ლაშა, მიკროფონით ჩამერთე, დამიპასუხე. ამოტივტივდება თუ ჩაიძირება? როგორ ფიქრობ? მას ამოტივტივდება. ამოტივტივდება, დიახ, და ამიტომ შეიძლება ზედაპირიდან მოუხსნათ, ხო? კი ბატონო, შეიძლება. ასეთაც მადლობა, ძალიან განსხვავებული რანარევი აიჩია. წყალი, ქვიშა, კირიანი წყალი. აბა ვინ მიწერს კირიანი წყალი? ანუ კირი იხსნება წყალში. თუ ხსნარი იქნება ნაჯერი, მაშინ ილექება კირი, ანუ ზედმეტი მაქვს, თორემ კირი წყალში ძალიან კარგად იხსნება და მე მგონი ახლა ჩვენი მეთოდი უფრო იყო იმ ნივთიერებზე, რომელიც წყალში არ იხსნება. კარგი, გადავიდეთ ახლა შემდეგ კითხვაზე. შემდეგი მეთოდი და მანამდე, სანამდე ჩვენ გადავალთ შემდეგ მეთოდზე, მე მინდა რომ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ. ანუ როგორ ფიქრობთ, ანუ ხართ ჩემთან ერთად თუ რაღაცა გიშლით და ანუ გადაადგილეთ ძალიან მთხო თქვენი პოზიცია, ანუ სად ხართ. ანუ ვიღაცა ყავს რომელიც ვერ გვისმენს და თავს რომელი ხარ, აბა ჩემოსაყვარელო, რომელიც ვერ მართავს თავის თავს და არის ასეთი შეწუხებული. მე არ მინდა შეწუხებული ადამიანი გაკვეთილზე, მე მინდა რომ ყველა ერთად იყოთ. შეიძლება დაგეხმარო. ვინ ყავს შეწუხებული? ჩემი დახმარება არ გინდა? აჰა, დავიხმარეთ ჩვენ თვითონ და კარგით, ანუ ვისაც შეგიძლიათ რომ ყურადღება, ასე ქვია, გაუკეთოს ყურადღებას კონცენტრაცია, ძალიან გთხოვთ რომ იყავით ჩვენთან ერთად, და ერთობლივად ასე ვისწავლოთ. კარგით? მადლობა და გადავიდეთ ახლა შემდეგი. ფილტრაცია. მე
მე მგონი ფილტრაციასთან თქვენ გქონდათ, ანუ მითხარით აბა თქვენ თუ გქონდათ შეხება ფილტრთან და ფილტრაციის პროცესთან. ბუნების გაკვეთილზე თუ როდესმე გქონდათ შეხება. გქონდათ, ხო? იმას. აჰა. აბა მაშინ თუ ვინ ამიღწევს რა ხდება აქ, აბა თქვათ აი რა არის ერთი ნომრით აღნიშნული ჭურჭელი, რა ქვია ამ ჭურჭელს? გვაქვს მოსაზრება? ძაბრი, დიახ, სწორია, ძაბრია, კი ბატონო. მაგალითად, მათ ჩართი წყალში არ იხსნება. და მაგით შეგვიძლია რომ დავაშოროთ ერთმანეთს. ხო, მოიცა, ჯერ მაგამდე მოიცა. ორი რა არის აქ? ორი, ეს არის ქიმიური ჭიქა, ხო? ქიმიურ ჭიქაში გვაქვს ჩასხმული ის ხსნარი, რომელიც უნდა ნარევი, რომელიც უნდა დავყოთ, კი ბატონო. 10, აი 10 არის ფილტრი, ხო? ფილტრის ქაღალდიდან დამზადებული. აი ჩვენ თუ მოგვიწიათ თის გაკეთება სახში, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სალფეტკი, რამოდენიმეჯერ დაკეცილი სალფეტკი. შეიძლება გამოვიყენოთ ბამბა, შეიძლება გამოვიყენოთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცები. ანუ ეს არის ქაღალდი, რომელსაც აქვს ფორები, ხო? ნუ ფილტრები არსებობს თავისი ფოროვნების მიხედვით ძალიან ესე ქვია წმინდა ფილტრები, ანუ მაშინ ფორები ძალიან წვრილია და ანუ ხსნარიც ძალიან ნელა ჩაიწრითება ფილტრში. მაგრამ არსებობს, რომელსაც აქვს დიდი ფორები, ანუ სალფეტკი გამოიყენოთ, აი ეს დიდფოროვანია და შეიძლება მალე წამოვიდეს სითხე. აი მოწყობილობა ნომერი 5. აბა ვინ იცის რა ქვია აი ამ მოწყობილობას, რომელშიც დამაგრებული არის ძაბრი? არ ვიცით? ჩართეთ მიკროფონები. ეს არის შტატივი. შტატივის თათში, აი ეს არის თათი, 4 ნომერი, თათში არის ჩადებული ძაბრი, ხო? ძაბრში არის ჩადებული ფილტრი, წკირი გვჭირდება იმისათვის, რომ სითხეს როცა ვასხამთ, რომ თანაბრად მოხდეს მისი მოწოდება და ფილტრი არ დაზიანდეს და არ გაიხეს, ხო? ის რაც ჩარჩა ფილტრში, აი ამას ქვია ნალექი, ხო, რას გავფილტრეთ და რაც ჩავიდა ქვემოთ სითხე, ამას ქვია ფილტრატი. თავისთავად აქ ჩვენ შეგვიძლია გავყოთ ისეთი ნივთიერებები, რომელიც წყალში არ იხსნება, დიახ, ხო? ანუ გამხსნელში არ იხსნება და ის შეგვიძლია დავტოვოთ ფილტრზე და წყალი, თავისთავად სუფთა წყალი, ანუ გამხსნელი, დაგროვდება აი ამ ქვედა ჭიქაში და ეს იქნება ფილტრატი. ცოტა გავს რა დაცთომას, ხო? დაცთომას თუ ჩვენ წყალს დეკანტაციით ვაქცევდით, აქ უკვე სუფთად და ზუსტად შეგვიძლია დავაცალკავოთ. აბა მოდით ახლა მოიფიქრეთ და დაწერეთ, რომელი ნივთიერების ნარევი შეიძლება დაიყოს ფილტრაციით. მას დაწერს უფლება მაქვს ჩემ საკია პრობლემას, მაგრამ მოდით აი არ დავწეროთ ეს, გამოგცემთ იმ რჩევება. ანუ რას ფიქრობთ ამაზე? ანუ დამიწერეთ, რომელი ნივთიერების ნარევი შეიძლება დავყოთ ფილტრაციით. კი, უკვე მაქვს ერთი სწორი პასუხი, ოჩახ. ნალექიანი ყავა, ხო, ყავა უყვარს ვიღაცას ძალიან, სხვას მოვიფიქროთ, მარი, ხო, წყალი და ზეთი, ვერ დაგეთანხმებით, ზეთი თუ ფილტრი არის სათანადო, ზეთი შეიძლება ფილტრში გავიდეს. ანუ აი აქ არის განსხვავება ის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მყარი ეს თვითონ ნივთიერება და წყალში უხსნადი. მყარი და წყალში უხსნადი. ზეთი არის თხევადი.
წყალი და ცარცი კი ბატონო. წყალი და მარილი. მარილი არის წყალში ხსნადი ნივთიერება, ამიტომ ის იმ დონემდე იხსნება, როცა არის ერთგვაროვანი ნარევი, მარილი გავა ფილტრში და ისევ იქნება ჭიქაში. ერთადერთი თუ ჭუჭყია და რაღაცა მინარევები აქვს მარილიან წყალს, მაშინ შეგვიძლია ჩვენ ეს გავასუფთავოთ, მაგრამ ქვემოთ ფილტრატში იქნება მარილიანი წყალი, მაინც. ცემენტის ხსნარი, კი ბატონო, ცემენტი მართლა არ გავა ფილტრში, ლაშა რას ვიზეთ, ნალექიანი ყავა, წყალი, ცარცი, ჭუჭყიანი ცემენტის ხსნარი. წყალი და ზეთი ვთქვით, გავასწოროთ, რომ ზეთი დროთა განმავლობაში მაინც გავა ფილტრში, წყალი და ქვიშა კი, წყალი ნახშირი, მარიამ ციცვიძე, მადლობა, წყალი და მარილი, ხო ვისაუბრეთ ახლა, რომ ის ნივთიერება, რომელიც კარგად იხსნება წყალში, ის ჩვეულებრივად გავა ფილტრში და დახვდება ქვემოთ ფილტრატში, წყალი და ქვიშა. დიდი მადლობა, საოცარი ბავშვები ხართ, რომ ხართ ჩემთან ერთად და ფიქრობთ. დიდი მადლობა და მოდით გადავიდეთ შემდეგი ნარევების დაყოფის, ნარევები და ნივთიერების გამოყოფის ხერხით, ეს არის კრისტალიზაცია. აი ზუსტად ახლა ჩვენ ვისაუბრებთ მარილიან წყალზე. მარილიანი წყალი, ანუ მარილი თუ ჩვენ გავხსნით წყალი, მივიღებთ გამჭვირვალე ხსნარს. რა თქმა უნდა, თუ ის არის უჯერი, ხო? თუ ის არის უკვე ნაჯერი და ზენაჯერი, დაიწყება მარილის გამოკრისტალიზება, კი ბატონო, მაგრამ საუბრობთ ახლა მარილზე, რომელიც არის უჯერი, მარილიან ხსნარზე. უჯერი ხსნარი, თუ ჩვენ დავდებით რამე ზედაპირზე, ნუ აქ არის ახლა ნაჩვენები მინის საფარი და დავიწყეთ წყლის აორთქლება, წყალი რას იზამს? აორთქლდება, მარილი არ აორთქლდება, არ დადნება, არ გალღვება, იმიტომ რომ შესაბამისი ტემპერატურა არ იქნება აქ, ხო? იმიტომ რომ მარილი რომ გალღვეს და აორთქლდეს, ჭირდება ბევრად უფრო დიდი ტემპერატურა, აი მაგალითად 700 გრადუსზე უფრო მეტი. ამიტომ აორთქლდება მხოლოდ წყალი და მოხდება მარილის კრისტალების ამოკრისტალიზაცია. ანუ რა ვქენით ახლა ჩვენ ხსნარი მოვამზადეთ და მე ხსნარიდან გამოვყავით ნივთიერება, რომელიც მასში ხსნადი იყო. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ კრისტალიზაციას. ნუ აი აქ ანაჩვენებია იგივე აბსოლუტურად, რომ მყარი ნივთიერება, რომელიც კარგად იხსნება გამხსნელში, შემდგომში შეგვიძლია ამოვაკრისტალიზოთ ამოშრობით. აბა მოდით ახლა გვაქვს ესე ქვია შემდეგი კითხვა, ანა რომელი ნარევიდან შეიძლება კრისტალიზაციით გამოვყოთ კომპონენტები? აბა თქვენ უნდა გამოგიჩნდეთ, კი ბატონო, გაქვთ ამორჩეული რამოდენიმე პასუხი და ამოირჩიეთ სწორი პასუხი, მე ჯერ დავმალავ. გაქვთ 3 ვარიანტი. რვამ მოგცა პასუხი, კიდევ 3 მოსწავლის პასუხს ველოდებით. აბა მიიღეთ გადაწყვეტილება და მე შევწყვიტავ ხმი, ისა ქვია ამორჩევის პროცესს. 3-მდე ვითვლი 1, 2, 2.5 და 3. აბა ვნახოთ რა მივიღეთ. ესე იგი, 7 ადამიანმა, 6 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ არის მარილი და წყალი და 3-მა გადაწყვიტა, რომ წყალი და სპირტი. მოდით ახლა ვიმსჯელოთ რა, წყალი და სპირტი არის არასწორი პასუხი, რატომ? ჩამირთეთ მიკროფონები და ვთქვათ მოსაზრება, იმიტომ რომ შემდეგი ჩვენი დაყოფის ხერხი ზუსტად წყალზე და სპირტზე იქნება. აბა ვის შეუძლია თქვას? სპირტი არ არის კრისტალი და ამიტომაც ვერ დავყოფთ.
ხო, ანუ სპირტიც ადვილად რა შობა? ძალიან ძალიან ადვილი, ანუ ერთგვაროვანია ძალიან. ადვილად ორთქლდება, ხო? ანუ ნახეთ, სპირტი უფრო ადრე აორთქლდება, ვიდრე წყალი. ნახეთ, წყლის დუღილის ტემპერატურა, აბა თუ იცით რამდენი არის? 200 ჩვენ ხო ვისწავლეთ ეგე, ხო? წყლის დუღილის ტემპერატურა არის 100 გრადუსი, ხო? კი ბატონო, ხო და სპირტის დუღილის ტემპერატურა არის 76-75 გრადუსი. ანუ თუ დავიწყეთ გარცხილება, რომელი უფრო მალე აორთქლდება? სპირტი. ხო. და ამიტომ ჩვენ აი იმ ხერხით ჩვენ ვერც სპირტს დავაგროვებ და ვერც წყალს, იმიტომ რომ ის ჰაერში აორთქლდება. აი ზუსტად, როდესაც ჩვენ გვინდა ორი ერთნაირი ორი სითხის შეგროვება, რომელიც ტემპერატურა აქვს დუღილის სხვადასხვა, ხო? სხვადასხვა დუღილის ტემპერატურა აქვს. ერთმანეთში კარგად ხსნადი არიან, ანუ წარმოქმნიან ერთგვაროვან ნარევს, ხო? ზუსტად აი ასეთი ნარევის დასაყოფად გამოიყენება მეთოდი დისტილაცია. ვიღაცამ ისე ქვია ახსენა, ხო, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ ამასთან შეხება. ანუ წარმოგიდგენთ, რომ აი ამ გვალ კოლბაში მოთავსებულია წყლის და სპირტის ნარევი, ხო? ერთგვაროვანი ნარევი. ჩვენ ვიწყებთ მისი გაცხელებას, აი ზემოთ არის მოთავსებული თერმომეტრი. აბა რისთვის გვჭირდება თერმომეტრი, რომ ვიმეტყვის, როგორ ფიქრობთ? ტემპერატურის გასაზომად? დიახ, აი როცა დაიწყებს ნივთიერება აორთქლებას, ორთქლი ადის ზემოთ და თერმომეტრი გვიჩვენებს ტემპერატურას. გახსოვთ ჩვენ რომ სწავლობდით წყლის ფიზიკურ თვისებებებს, სანამდე წყალი მთლიანად არ აორთქლდებაო, ტემპერატურა იცვლის მნიშვნელობას. და გრაფიკი გავიხსენოთ, სანამდე წყალი მთლიანად არ აორთქლდება. გრაფიკზე მონაკვეთი იყო როგორი? ანუ ტემპერატურა არ იცვლით, აბა მიდი გადახედეთ წინა გაკვეთილებს და ნახეთ, ხო? ანუ რადგანაც სპირტის ტემპერატურის დუღილი არის უფრო დაბალი, ჯერ სპირტი დაიწყებს, ხო, ადუღებას, აორთქლებას და თერმომეტრი გაშეშდება 75 გრადუსზე. და სანამდე აი ამ ხსნარიდან მთლიანად არ ამოვა სპირტი, წყალი დუღილს არ დაიწყებს და ხსნარიც ხსნარში ტემპერატურა არ გაიზრდება. საწავა ეს ორთქლი, თავისთავად მონახავს გასასვლელს და წამოვა აქ. აქ დახვდება მაცივარი. ამას ქვია უკუმაცივარი, იმიტომ რომ აი აქედან შემოდის ცივი წყალი და აცივებს შიგნ გამავალ მილს. და მილში რა მოდის? ცხელი ორთქლი, სპირტის ორთქლი. თანდათან ორთქლი, რადგანაც მის ირგვლივ არის მოთავსებული ცივი წყალი, ცივდება, ხო? ანუ წყალი აქედან შედის, ქვემოდან შემოდის და ზემოთ ადის და აქ უკვე გაცივებული წყალი გამოდის, მაგრამ ორთქლის პირველ მოლეკულებს ხვდება ნაკლებად ცივი წყალი. რისთვის არის ეს გაკეთებული? იმისათვის, რომ არ გასკდეს ეს ჭურჭელი, ხო? ანუ ცხელი შეეხოს უფრო თბილს და ნელ-ნელა აი ამ მაცივარში ტემპერატურა ცივდება, იმიტომ რომ აქ ცივი წყალი მოდის და თავისთავად რა ხდება? ორთქლი ცივდება და რადგანაც ორთქლი ცივდება, აირად მდგომარეობიდან გადავა რომელ მდგომარეობაში? როცა ხდება გაცივება, ვინ მომეხმარება? ხო, თხევადში გადავა, ხო? აირადი გადავა თხევადში, ანუ აქ მოხდება კონდენსაცია, ხო? და აქ დაიწყებს თხევადის სპირტის წვეთება. ნახეთ?
აი აქ იყო სპირტის და წყალის ერთგვაროვანი ნარევი, სადაც არც სპირტი და არც წყალი არ ჩანს, ხო, ჩვეულებრივი ნარევი არის, ხო? ჩვენ დავიწყეთ მისი ადუღება, სპირტმა დაიწყო აორთქლება, ტემპერატურა აქ არ იწევს, იმიტომ რომ სპირტი მთლიანად უნდა აორთქლდეს, ადუღდეს. მერე ჩვენ უშვებთ ამ ორთქლს მაცივარში, ანუ ცივ წყალში. შიგნით მილი, ანუ სპირტი და წყალი ერთმანეთში არ ერევა. მილში გადის სპირტის ორთქლი, რომელიც განიცდის კონდენსაციას, ანუ გაცივებას და ნელ-ნელა ის გროვდება ჭურჭელში და აქ გროვდება სუფთა სპირტი. რომ სპირტი დაამთავრებს აორთქლებას, დარჩება მარტო წყალი. ტემპერატურა თერმომეტრში დაიწყებს გაზდას და როგორც კი ავა 100 გრადუსამდე დაიწყებს დუღილს წყალი. მერე დაიწყება წყლის აორთქლება და ისევ დავიწყებთ სუფთა წყლის შეგროვებას უკვე სხვა ჭურჭელში და ასე ჩვენ გვიძლია ორი ერთმანეთში ხსნადი სითხის დაყოფა. აი ეს მოწყობილობა, რომელიც მარცხნივ არის სურათზე, ესეც თქვენთვის ცნობილია ალბათ, ხო, როცა ჩაიდანი დუღს, აორთქლებული წყალი თუ მივაკარეთ ცივ რაღაცა ზედაპირზე, აქ არის ამ მიიდან ნაჩვენები, ამ ზედაპირზე წყალი იწევს გაცივებას, ანუ კონდენსაცია და ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ სუფთა წყალი, დისტილირებული წყალი, დისტილაცია რა არის, გასუფთავება, ხო? დისტილირებული წყალი, სუფთა წყალი, რომელიც უკვე გამოიყენება სამედიცინო თვალსაზრისით. კარგით, ბევრ დღეს არ დაგაყოლეთ, მოდით გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და მოდით აბა გაიხსნეთ და ჩაწერეთ ნივთიერების გამოსახდელად სად გინახათ მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება. შეიძლება ასეთი მოწყობილობა თლათ არ იყო, უფრო კუშტარული მოწყობილობა იყო, რომელსაც თქვენ ისა ქვია ნახეთ, მაგრამ ერთი მინიშნებას გეტყვით, რომ სოფელში ალბათ ბევრჯერ გინახავთ ეს მოწყობილობა თქვენ. ანუ რა პროცესისათვის იყენებენ სახლში მსგავს მოწყობილობას და დისტილაციას, ანუ გამოხდას, რისი გამოხდას ასკეთებენ? აბა ორმა გაიხსენა რაღაცა, უკვე სამმაც რაღაცა მოიფიქრა, მე ჯერ არ გაჩვენებთ რა დავწერეთ. აი 4 პასუხიც მაქვს უკვე. აბა ნახოთ, აბა ვინ რა გაიხსენა. არაყის გამოსახდელად სწორია, ლუკა, მართალი ხარ, შენს პირველი იყავი, მარიამაც ხო არაყის გამოსახდელად იყენებენ, დიახ, არაყი როცა ხთიან, ხო, მამები ანანოსი გივია, სწორია. მოდით ესე იგი გავიხსენეთ ყველა, ხომ რომ არაყი და ჩვენთან კიდევ ისევ თავს და აი ასეთი დადებით, განწყობით, ჩაწერას, ხო? მოდით აბა დღევანდელი გაკვეთილი თქვენთვის რთული იყო თუ მარტივი, აბა მოდით მომინიშნეთ. თუ რამე გაგირთულათ და ესე იგი გადააწიეთ ნიშნული მარცხნივ, თუ იყო საინტერესო თავისთავად ჩემთვის ეს იქნება ყველაზე დიდი შეფასება, თუ იყო მარტივი, ესეც ესე იგი ტყულა გავატარებთ დრო. აბა მითხარით ვნახეთ. აჰა. ანუ ყავს ისიც ვისაც ერთულა. ვისაც ერთულა, მე მას ურჩევ რომ კიდევ ხელახლა გადახედოს ჩვენ ჩანაწერს, გადაიკითხოს წიგნის მასალა, მოიცე გეტყვით ახლა პარაგრაფი. ეს არის ნარევის დაყოფის ხერხები 1.19 და მე კიდევ ჩაგიდებთ ვიდეო გაკვეთილს, ტელესკოლის ვიდეო გაკვეთილს და შეიძლება ისეს დაგეხმარებათ. დიდი მადლობა. გისურვებთ დამდეგ ახალი წელი რომ იყოს თქვენთვის ბედნიერი, სახალისო, თოვლი რომ არ გადნეს 1 იანვრამდე და ახალი წელი შეხვდათ ერთობლივად და ერთად შეხვდეთ ერთად. ბატონო? ჯერ იქნებ დაიდო და გვიშველოს და მე რომ ვილაპარაკოთ გადნობას.
დიახ, ხო და ახლა ერთი ყველამ დამენახეთ ვიდეო კამერებით და ასე დამემშვიდობთ ერთმანეთს და ჩვენ ამით დავამთავრეთ ჩვენი გაკვეთილი. მადლობა ყველას. აბა ჩამირთეთ დავიმახსოვროთ თქვენი სახეები. ასე შეიძლება ჩემი ფოტო მინდა. არ გინდათ გამენახო. ლიზი, გამარჯობა კიდევ ერთხელ, ლუკა. აი ასე. ლაშაც, აი ჩემ აი ასე ჯობია, ასე ჯობია. რა თქმა უნდა, ასე ჯობია. ხო. მე მოდით ახლა თქვენ საკლასო ოთახში დაგაჯენთ. ნახეთ? კარგით, აბა გემშვიდობებით. მრავალ ახალ წელს გისურვებთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მეორე სემესტრში დავხვდებით უფრო კარგი შემართებით და გავაგრძელებთ ქიმიის სწავლას. ნახვამდის. კარგით. ნახვამდის. ნახვამდის.